კი და მამუკა ხაზარიძემ ცლად ისაუბრა იმ რეალობაზე, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში დგას. საკმაოდ დიდი გამოსვლა ჰქონდა ძლიერი საქართველოს ლიდერს და ძალიან ბევრ საკითხზე ესაუბრა აქ შეკრებილ ადამიანებს. მან გახსნა ახალი ოფისი ჩოხატაურში და აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონებში მიმდინარეობდეს მუშაობა ამ მომრჩეველთან შეხვედრები, მათი პრობლემების გაზიარება. ასევე ისაუბრა, როგორც ჩვენც უთხარი მაყურებელს, გაერთიანების მნიშვნელობაზე, შეეხო ბუნებრივია ბათუმში მოხდა ტრაგედიას და აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით, რომ აშავებს ყველაფერს, თუმცა არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას. მე ჩვენ მეგობრებთან ერთად ამას აუცილებლად ჩვენი მხრიდან და თქვენთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის, რომ მე რო ეს არ გავაკეთო, თქვენ რო ეს არ გააკეთოთ, ჩვენ ყველამ ეს არ გავაკეთოთ, რა ძალიან ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა. ამ მიწას აქვს უზარმაზარი პოტენციალი. არა მარტო ახლა შოხატაურზე არ ვლაპარაკობ, ძალიანად საქართველოზე, მაგრამ კონკრეტიკა მინდა რა, ძალიან კონკრეტიკა. და დღეს რა ხდება? ჩვენი წასულია, ნახევარი დაცლილია შოხატაურის და ლანჩხუთი ყველაფერი და საქართველოა დაცლილი. ძალიან მალე არჩევნები, ახალი არჩევნები და ის ხალხი არის გასათავისუფლებელი, რომელიც 400 კაცია დაჭერილი. კოალიცია ძლიერი საქართველო და ლელო მართალ შეხვედრებს რეგიონებში, ხვდებით მოქალაქეებს, გაბრაზებულ მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ ბრძოლას ბოლომდე, არ დაითმობა ეს ქვეყანა რუსული რეჟიმისთვის მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ყველას ევროპული და თავისუფალი საქართველოს ხილვა და ამისთვის ვაპირებთ წინააღმდეგობის გაგრძელებას. გვაქვს შეხვედრა, საქმიანი შეხვედრა ერთმანეთის კიდევ ერთხელ გაცნობა, კიდევ ერთხელ შეხვედრა და იმ პერსპექტივებზე რა პერსპექტივებიც გვაქვს. ეჭვი არავის გვეუბნება, რომ უახლოეს მომავალში იქნება არჩევნები, რაც არ უნდა ქართულმა ოცნებამ რა ვქნა, გაჯიუტდეს, მაინც მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშნა, იმიტომ რომ ამ მიტაცებული არჩევნების შედეგი ქვეყანა მსხვილისკენ მიექანება და პრაქტიკულად ეს არის იმ სამუშაო პროცესი, რომელიც ყოველდღიურად რუტინულად უნდა მიმდინარეობდეს. ხვალდაზე ჩვენ ვემზადებით ზუსტად იმ ბრძოლისთვის და გურია უკვე ორი ოფისი ხდება ამ ბრძოლას და იმედია მესამე შეემატება და გამარჯვება მოვა ის გამარჯვების დრო რა, სულ მალე მივაღწევთ არჩევნებს, ახალ არჩევნებს. დღევანდელ შეხვედრაზე მამუკა ხაზარიძემ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩოხატაურებს აწუხებს, საკმაოდ ცლად ისაუბრა, ეს არის პირველი საჯარო სკოლის შენობა. ეს არის ერთადერთი საჯარო სკოლა დაბა ჩოხატაურში, თუმცა წინა საარჩევნო პერიოდში გაირკვა, რომ ეს სკოლა, რომლის რეაბილიტაცია დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, უბრალოდ დაანგრიეს და ამის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა. ამ დრომდე 800-მდე ბავშვი ავარიულ შენობაში ყავს ხელისუფლებას განთავსებული და ამ დრომდე არავინ იცის პასუხი, როდის დაიწყება თუ არა საერთოდ ახალი სკოლის მშენებლობა. დაანონსებული იყო, რომ ეს იქნებოდა 2025 წლის იანვარი, თუმცა ირკვევა, რომ ამ დრომდე ბიუჯეტშიც კი არა აქვს შესაბამისი თანხები გამოყოფილი, რომ სკოლა, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია, აშენდეს და ბავშვების ბედის რა ბედიელის ამ ბავშვებს ამ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე ყველგან უსაფრთხოების არანაირი ნორმები არის დაცული და ჩოხატაურში ბავშვები ყველანაირად სიცოცხლის სახიფათო გარემოში სწავლობენ. ამაზე ცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდება ძლიერი საქართველოს ლიდერები. მე გეტყვით, რომ გურიის შემდეგ ბათუმს ესტუმრებიან. ეს იყო ჩართვა ჩოხატაურიდან და ნატო გოგელია. მადლობა ნატო.